მე მაინტერესებს დავით აღმაშენებლის, დავით მეოთხის, გამეფების საკმაოდ უცნაური და იდუმალებით მოცული ერთგვარი მოვლენა, იმიტომ რომ ქართული სამეფო ტრადიციით მემკვიდრეობა გადადიოდა მამიდან შვილზე და ეს იყო მხოლოდ გარდაცვალების შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ გვაქაიაქ ერთგვარი რაღაცა სახელმწიფო, არ ვიცი, გადატრიალება აქვს სწორი ტერმინია თუ არ არის სწორი ტერმინი, მაგრამ გარკვეულწილად ალბათ ეს მოვლენები, ანუ პოლიტიკური კრიზისი შეიძლება განაპირობა ვეჯინის ციხის ალყამ, რომელშიც გიორგი მეორემ საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, აი ამ პერიპეტიებზე მოდი ვისაუბროთ, რა მოვლენები იყო სანამ დავითი გამეფებასთან დაკავშირებით. სანამ გამეფდებოდა აღწეროთ პოლიტიკური სიტუაცია და გიორგი მეორის ძალიან უცნაური გადაწყვეტილება ვეჯინის ციხის ალყის დროს, მაშინ როცა ის ეახლა თავად მალიქ-შაჰს და მალიქ-შაჰთან ხარკი იკისრა, მან გამოატანა ჯარი იმ პირობით, რომ ალბათ კახეთთან ერთად უფრო მეტ ხარკს გადაუხდიდა და კახეთი დაიკავეო, ვეჯინის ციხის ახების დროს მოხსნა ალყა და ძალიან უცნაური ეპიზოდი წავიდა სანადიროდ და კახეთის მეფე, კახეთის სამეფო დაარბიეს თურქ-სელჩუკებმა და ალფ-არსლანმა, ხო სწორად? არა, მალიქ-შაჰი. არა, კახეთის მეფემ. აღსართან პირველმა თუ არა მეორე გახდათ ეს მე მგონი, აღსართან მეორე თავად მიეახლა მალიქ-შაჰს და იკისრა. დიახ. აი ეს მოვლენები ახსენეთ. ესე იგი, ეგ პრობლემური საკითხია. მოდით ცოტა წინა პერიოდიც გავიგოთ. ესე იგი, ეს არის დიდი თურქობის ხანა. 1080 წელს დავითის ისტორიკოსი პირდაპირ წერს, აღნიშნავს დროს სასახელებს, თარიღს სასახელებს. ქრონიკონი იყო 300, ეს არის 1080 წელი და ამ დროს იწყება დიდი თურქობა. თურქები, თურქ-სელჩუკები გამოჩნდნენ საქართველოში პირველი ორი დიდი ლაშქრობა ალფ-არსლანის, თქვენ როცა ახსენეთ ალფ-არსლანისა, სულთნის ალფ-არსლანისა იყო 60-იან წლებში. ეს იყო ბაგრატ მეოთხის ხანა. ბაგრატ მეოთხემ ასე თუ ისე შეძლო თავის დაცვა, თუმცა მეორე ლაშქრობა იყო ძალიან მძიმე. კი ამბობენ ზოგიერთი მკვლევარი კი ამბობს, რომ თითქოს მან ხარკი იკისრა, მაგრამ მატიანე ამბობს პირდაპირ, რომ მხოლოდ ძღვენს აძლევდა, ძღვენს უგზავნიდნენ ერთმანეთსო. მიგეთ ასე რომ მე კატეგორიულად ვარ მის წინააღმდეგი, რომ ეს აღმოსავლური წყაროდან არის თითქოს რომ ის ხარკს აძლევდა, მაგრამ ქართული წყარო ამბობს, რომ ოფიციალურად მას ხარკი არ ეკუსერია. მაგრამ ეგ არ არის მთავარი. დაიცვა მეტნაკლებად თავი და ესე იგი ისე გარდაიცვალა, რომ ოფიციალურად ის ვასალი თურქ-სელჩუკთა არ ყოფილა. სულთნის წელიწადს გარდაიცვალნენ, ისე გარდაიცვალნენ ალფ-არსლანი და ბაგრატი, რომ ერთმანეთისგან სიკვდილი სამბავი ვერ გაიგესო. გიორგი მეორე გამეფდა. გიორგი მეორე ძალიან მძიმე წინა ისტორიაც ჰქონდა, იმიტომ რომ ის ფაქტობრივად ორჯერ გაამეფეს. ჯერ იყო ბაგრატ მეოთხე იძულებული გახდა 50-იან წლების პირველ ნახევარში, სადღაც ზუსტი თარიღები არ არის. თუმცა არის სხვადასხვა ვერსიები, მაგრამ ეს დამნიშნულოვანია. საპატიო ტყვეობის დროს, ხო? ხო, 3 წელი გაატარა მან იქ, მაგრამ სანამ იქ წავიდოდა, მან ტახტზე დასვა გიორგი. ჯერ არ იყო გიორგი სრულწლოვანი. მაყურებელს შევახსენოთ, რომ ეს იყო დაკავშირებული ლიპარიტ ბაღვაშის კრიზისთან დაკავშირებით. სწორედ ლიპარიტ ბაღვაში 20 წლის განმავლობაში ევემებოდა ბაგრატს. საბოლოოდ ის კი დამარცხდა ამ ბრძოლაში, მაგრამ იმ ეტაპზე ფაქტობრივად ლიპარიტმა გააძევა ქვეყნიდან
ბაგრატი. და ბაგრატმა იახლა სხვათა შორის იმპერია ბიზანტიაში, კონსტანტინოპოლში იახლა დედამისი, მარიამ დედოფალი. ის არ იყო შემთხვევითი. მარიამ დედოფალს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა კონსტანტინოპოლში. მართა ქართულად და იქ მარიამ, ხო? ის მართა დედოფალი არის მარიამ ბაგრატის ასული. მე ვამბობ ბაგრატის დედაზე. მართა მარიამი არის ბაგრატის ასული, რომელიც ორგზის იმპერატრიცა გახდა იმპერატორი და დედოფალი იყო ბიზანტიისა. და რო წავიდა ესე გიორგი ხო დატოვა თლელი ძალაუფლება ხელთ იგდო ლიპარიტმა, ლიპარიტ ბაღვაშმა. და ზრდიდაო მას მეფედ. და ქუთაისში გაამეფა კაცმა, ხო? მამამ, ხო? დატოვა მეფედ, ხო? ქუთაისში. გადმოიყვანაო რუისში და მეფე დაკურთხაო ლიპარიტმა. ესე იგი ფაქტობრივად ეს მცირეწლოვანი გიორგი გახდა ლიპარიტის მარიონეტი. მარიონეტი სხვათა შორის მასთან ერთად აქ ჩანს გურანდუხტი და იმისი ბაგრატისა დაქვრივებული დედოფალი და ესენი ერთად ზრდიდნენ თითქოს გიორგის. მაგრამ მოbrunდა, არავინ ფიქრობდა სხვათა შორის რომ ბაგრატი მოbrunდებოდა და ბაგრატი მოაბრუნა იმპერატორმა. ბაგრატმა თავისი დიპლომატიით შეძლო დაერწმუნებინა იმპერატორი რომ ეგ არის ხელმწიფე და რატო პირდაპირ სხვათა შორის ქართული წყარო არ აქვს ეს ბიზანტიური წყაროა. გიორგი სკილიცე კედრენეს წყაროა. პირდაპირ მე აბაზგიის ხელმწიფე ვარო, ხო? და შენ კიდე აბაზგიას საქართველოს ეძახდნენ აფხაზეთი, ამჟამად ბიზანტიურ წყაროებში ძირითადად აბაზგიას აფხაზეთს ეძახდნენ საქართველოს, ძირითადად თითოეულ ადგილას არის იბერია, მაგრამ ესე იგი მთავარი ეგ არის და შენ კიდე ჩემს ვასალსო ესე იგი მიჯანყებო რა ეს და ანგარის არ მიწეო რა. რაღაცნაირად მოხდა რომ ყველას ეგონა რომ ის დარჩებოდა. აქ ახალი რეჟიმი მოვიდოდა, რეჟიმის სათავეში ფაქტობრივად იქნებოდა ლიპარიტი, ამაზე უკეთესი რა უნდა თითქოს ბიზანტიას, ხო? რა უნდა თითქოს ბიზანტიას? იმიტომ რომ ანალოგიური სიტუაცია იყო სომხეთთან ანისის მეფესთან დაკავშირებით და მენეცის მეფე დატოვეს იქ, ხო? გაგიკი დატოვეს ბოლო მეფე ანისისა დატოვეს და ანისი ანექსია მოახდინა იმპერიამ. დაახლოებით თლად ისე არ ჩანს აქ ის ანექსია რო უნდა და აქაც არის ისტორიოგრაფიის ცოტა განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ არ ჩანს რომ მაინც და მაინც სამეფოს გაუქმება უნდა. მას სურს ესე იგი პრო ბიზანტიური რეჟიმი აქ. ამიტომაც გიორგი ჭირდებათ და მოხდა ისე რომ დააბრუნეს. ნუ აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი რანაირად რატო არ წავიდა, რატო აპატია, ხო? მთელი 15 წელი მის წინააღმდეგ გამოდიოდა ბაგრატი იმპერიის წინააღმდეგ. აი იგივე ანისის ამბავში ჩაერია ბაგრატი და ბიზანტიის საპირისპიროდ და იქ თავისი მართლობა დაამყარა მოკლე დროით, მაგრამ დაამყარა ის თავის მართლობა დედამისით წარგზავნა იქ როგორც სომხის კალი, სომხური დინასტიის წარმომადგენელი ხო? არწმუნდების ბაგრატუნები იყვნენ, ხო? იქ ბაგრატუნები კი იყვნენ და ეს არწმუნი იყო, მაგრამ დედით როგორც ჩანს ის ბაგრატუნი იყო და რაღაც ესე იგი ეს ვასპურაკანის მეფის ასული იყო, ვასპურაკანის სომხურის სამეფოს მეფის ასული იყო. და ესე იგი სენეკერე მარწმუნის და ესე იგი აქ რა მოხდა ანისთან დაკავშირებით პრინციპ ესე იგი ჩაუშალა რა იმ ეტაპზე ჩაუშალა ბიზანტიას ანისის ანექსია. მერე კი მოახერხა მაინც ბიზანტიამ ეს და წააგო ეს ანისისათვის ბრძოლა ბაგრატმა, მაგრამ ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო, ძალიან დიდი ასე ვთქვათ გაღიზიანება გამოიწვია ამან იმპერიის და საერთოდ ბევრი რამ და 30-იანი წლების დამდეგიდან, როდესაც ბაგრატი დამოუკიდებლად შეუდგა მმართველობას,
ბევრი რამ ის გამო ისინი ბიზანტია და საქართველო პირისპირდებოდა ერთმანეთს, მაგრამ მაინც ბოლომდე, ასე ვთქვათ, ბიზანტიას იმ დროს არ ქონდა ისეთი ჩემი გადასახედიდან, მე უშუალოდ ამ პრობლემატიკას ვიკვლევ, გადასახედი მაინც არ ქონდა ის ამბიცია, რომ ოკუპირება და ანექსია მოეხდინა და ის ექცია და ესე იგი ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ ერთეულს, როგორც მაგალითად იბერიის თემი იყო, დავით კურაპალატის სამფლობელო აქცია. ასეთი არ ჩანს აქა, უშუალოდ ბიზანტიური მმართველობის დამყარება არ ჩანს და რო დაბრუნდა იქიდან, ესე იგი მალე ბაგრატმა აქ სელჩუკთა ფაქტორმა ითმო, სელჩუკები ძალიან უტევენ აღმოსავლეთ ალბათ ეგ იყო ხო მიზეზი? მთავარი მიზეზი იყო ეს. რომ გამოუჩნდა სელჩუკების გამოჩენა. მთავარი იყო მიზეზი, რომ მას უფრო დიდი ფრონტის გაძღოლა შეეძლო ანტისელჩუკური ფრონტის ვიდრე ლიპარიტ ბაღვაშის. და იმიტომაც თანაც იმიტომ რომ ლიპარიტ ბაღვაში ერთი პერიოდი სელჩუკთა ტყვეობაში იყო და ისე ჩანს რომ ლიპარიტს კარგი ურთიერთობა აქვს სელჩუკთა სულტანთანაც. გამიგეთ? ხო და აი ეს ბოლომდე არ ენდობოდა აშკარად და ბაგრატმა დაიბრუნა ტახტიც, დაიბრუნა ლიპარიტიც დააპატიმრეს. და მე ძალუცნაური ამბავდა. სულა კალმახელმა ეს უზარმაზარი დიდებული შეიპყრო და მიგვარა ვინ იყო ეს? აი როგორ მოხდა? ერთ-ერთი დიდებული კალმახის პატრონი მესხეთიდან ეს და ეგ მოტყუებით შეიტყუეს სადმე? ეგ ჩვენ არ ვიცით ახლა ვიცით მარტო რომ შეიპყრო და გადასცა ბაგრატმა წარგზავნა ბიზანტიაში. ხო, ახ მე რატო გავუსვი ამას ხაზი? ძიმე იყო ეს ყველაფერი გიორგი მეორისთვის და მაგრამ ის ჩანს 60-იან წლებში სარდლობს ერთ-ერთ ექსპედიციას, ხო? ოსთა მეფესთან ერთად, ესე იგი ბაგრატის მიერ დაგეგმილ ერთ-ერთ ექსპედიციას ბარდაში ლაშქრობას სარდლობს უშუალოდ გიორგი კურაპალატი, უკვე მაგდროს კურაპალატია, უფლისწულობის პერიოდში კურაპალატია. ხო და რაც შეეხება თვითონ ბაგრატს, ბაგრატი ჯერ ნოველისიმოსი გახდა, შემდეგ სევასტოსი გახდა. და ძალიან მაღალი ტიტული, ადრე კურაპალატობა იყო, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი ტიტული, რასაც იღებდნენ ქართველი პოლიტიკოსები. ახლა კი ბაგრატი ძალიან დიდი იყო. აი ეს კიდე ალბათ იმანაც განაპირობა, რომ მე სევასტოსობა იმ დროს აქ როგორც ჩანს მიღებული, რომ ჯერ კიდევ არ არის მართა მარიამი დედოფალი. მაგრამ უკვე სადედოფლო დამზადებენ და ძალიან ისე დათბა ეს ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში ჩანს ასე რომ დათბა ეს ურთიერთობა და იმის თქმა მინდა რომ დავითი ესე უკაცრავად გიორგი ბაგრატის დავალებებს ასრულებს და საკმაოდ წარმატებულად ოსტამეფე ბაგრატის სიმამრი იყო. თავისი ლაშქრით მოვიდა და მიიღო მონაწილეობა ბარდაში დიდ ლაშქრობაში, წარმატებულ ლაშქრობაში. შემდეგ ისტუმრა ბაგრატმა ის და დიდი მიღება მოუწყო მას ბაგრატ მეოთხემ და ბაგრატი რო გარდაიცვალა რა, ეს 1072 წელს. ხო, 70. ანუ მანასკერტის ბრძოლა. მე 71-ში. 71. ბაგრატის დროს მოხდა? ბაგრატის დროს მოხდა. ქართველები მონაწილეობდნენ აქ როგორც მოკავშირეები მანასკერტის ბრძოლაში. სამწუხაროდ რომ მე რამდენადაც მახსოვს არა. საერთოდ იბერთა ლაშქარი ჩანს, მაგრამ ეს იბერთა ლაშქარი არის იბერიის თემის ლაშქარი. ამიგეთ, ოღონდ მანასკერტში უშუალოდ არის იმ ეპოქა, იმ პერიოდში მე ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ ეგ მანასკერტის ბრძოლაში ნაკლებად ფიქრობ ამას, მაგრამ
უბირთა ლაშქარი სულ მონაწილეობს აი ამ სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში. გამიგეთ? და ეგ ბიზანტიის ომში სელჩუკების წინააღმდეგ. რაც შეეხება მანასკერტის ომს, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან საინტერესო ამბავია. ახლა უნდა გითხრათ, რომ აქ მაქვს მე ჩემი ექსკლუზივი ამასთან დაკავშირებით. მანასკერტის ომის წინ სელჩუკთა სულტანმა ალ-ფარსლანმა ფადლონის გათავისუფლებისათვის განძისამირა ფადლონის მისი მოკავშირის განთავისუფლებისათვის ტყვეთყავდა დატყვევებული ყავდა ბაგრატს გაგის ციხე უბოძა ბაგრატს კი არ დასაჯა კატეგორიულად კი არ ეს ის დროა როდესაც ის დიდი მეორე ომი მოგებული აქ თითქოს ალ-ფარსლანს ხო არა გაურიგდა გაგის ციხე სომხური გაგის ციხე გადასცა და ეს გამოცანა ზუსტად ასე დავარქვი სტატიას აი ამას აბადნოიზაკად რუსულად და ინგლისურად გამოქვეყნდა ჯერ მე ქართულად გამოვაქვეყნე და ესე იგი და რას ვფიქრობ ეს იყო ჟესტი ალ-ფარსლანისა ის დიდ ომს გენერალურ ბრძოლას ამზადებს ბიზანტიის წინააღმდეგ და აი ამ ბრძოლის წინ მან აი ამ ნაბიჯით საქართველოს მეფის ნეიტრალიტეტი უზრუნველყო. ეს ძალიან ისე მკაფიოა და ნეიტრალიტეტი კი საჭირო იყო, რატო? იმიტომ რომ იმ დროს უკვე ძალიან დაახლოვდა საქართველოს სევასტოსია. ხო? დაახლოვდა ძალიან და ეს ორივე მხარეს აწყობდა როგორც ჩანს. ხო, ასე რომ ეს მანასკერტის ომი იყო და იმ ეტაპზე არ ჩანს აი უცბად ძალიან იმ 70-იანი წლების დამდეგს არ ჩანს ეს დაპირისპირება. გარდაიცვალა ბაგრატი, დაჯდა გიორგის უცბად აუჯანყდა არისტოკრატიის გარკვეული ნაწილი. ახლა საერთოდ მთელი მე-11 საუკუნის განმავლობაში და ადრეც ალბათ მან მე-11 საუკუნეში ჯერ იყო და ლიპარიტის ოპოზიცია, მე სხვა გაჩნდნენ სხვა დიდგვარიანები, რომლებიც ასე ლიპარიტის შველი აგზელებს ტრადიციას, ივანე ლიპარიტის ძე, იანია ქვაბულის ძე და ძაგან აფულეთის ძე. ეს და დასავლეთ საქართველოში პრობლემებია ამ კუთხით და ლიპარიტი, გიორგი ამას პასუხობს წვენით. იმითი შემორიგების პოლიტიკით. მოდით. ანუ არ ჯის? არა, პირი წყალობა, მაგრამ და ერთი დასუსტა ეს სამეფო ხელისუფლება, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ იმ პირველ ეტაპზე გიორგის წარმატებებიც აქვს. გიორგი მეორეს აქვს წარმატებები სელჩუკებთან ბრძოლაში და რაც მთავარია გიორგი წარმატებული პოლიტიკა ახდენდა გიორგის იმასთან ბიზანტიის იმპერიასთან. გაუგონარი ამბავი მოხდა. ესე იგი სევასტოსობა უკვე დიდი ის იყო რაღაცა სევასტოსობა ეს არის მარტო სამეფო ოჯახი. კესაროსობა მით უმეტეს არის სამეფო ოჯახი. ყველაზე დიდი რა კესაროსი ფაქტობრივად არის იმპერატორობის თანატოლი და იმპერატორობის კანდიდატი. ამ სტატუსს შევეხებით კიდევ სადღაცა ფიგურირებს კესაროსის სტატუსი გიორგი მეორის. კესაროსის სტატუსი მონეტებზე. მონეტებზე. არ გავასწრებთ ახლა ცოტათი მოვლენებს და ცოტა იქიდან უწამოვიღოთ. ფაქტი, მე მგონი რუის ურბნისის კრებას ესწრებოდა გიორგი მეორი და იქ ფიგურირებს კესაროსის სტატუსი, მე მგონი მისი. ეგ ახლა ზუსტად არ მახსოვს, იქ თავარი რა არის, იცით, რა ფიგურირებს მართა ავგუსტინა. ანუ გიორგის და ბაგრატის ასული ორგზის იმპერატრიცა, ასე ორი სხვადასხვა იმპერატორის მეუღლე, ძალიან გავლენიანი დედოფალი, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, გავლენიანი, ემასაც შეიძლება მე შევეხოთ კიდე, მაგრამ შევეხებით არ გადავახტოთ ამ მოვლენებს. ჯერ ისევ გიორგი მეორის ხო და ეს
გიორგი მეორე კესაროსი ხდება. ახლა შეიძლება ჩვენ ნარატივს არ ვენდოთ, მაგრამ მონეტა ისეთი რამაა. ხო. ეს ცნობილია, რომ ამას წერენ კიდე ჩვენი მკვლევარები, რომ ესე იგი თუ დაუშვათ ქვეყნის შიგნით რომელიმე საბუთში ან სიგელში ჩაიწერა კესაროსი, ხო? ეგ კიდე ასატანია, მაგრამ მონეტა ვრცელდება. მონეტას რო დააწერ შენ, ესე იგი ისე ვერ დააწერ, შენ გაგიპროტესტებს ის, გამიგეთ? ხო. გაგიპროტესტებს ბიზანტიის იმპერატორი კესაროსი, შენ გამოდიხარ, რომ იმპერატორობის პრეზიდენტი ხარ, ხო? ასე რომ ეს ნამდვილად იქნებოდა, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ამ დროს დედოფალია. და ეგ არაფერია გასაკვირი არ იქნება. თუ ჩვენ ამ ყველაზე ცუდი რა არის, იცით? არც ერთ ბიზანტიურ წყაროში არ არის ეგ. გიორგი არ იცის ბიზანტია. კესაროსი, გიორგი კესაროსი არ იცის ბიზანტია. სხვა დავით აღმაშენებელი არის ეს ბიზანტია. გამიგეთ, ეს არის ძალიან ძიმე ჩვენთვის, მაგრამ აქ იმდენი არის ეს ეროვნული ტრადიცია, ხო? და დოკუმენტებში, ასე ვთქვათ, ასახული დოკუმენტებშიც არ დაწერდნენ. დოკუმენტია რა, არ დაწერდნენ. შეიძლება მემატიანეს დაეწერა, მაგრამ დოკუმენტში არ დაწერდნენ. ჩვენ დოკუმენტებში გვაქვს კურაპალატიც, ნოველისიმოსიც, მე პაგრატის, ნოველის მეოთხეს პაგრატ ნოველისიმოსის დიდია, კურაპალატზე დიდია, ხო? ხო და კესაროსი არა გვაქვს. კესაროსი არ მახსოვს, ახლა მართალი გითხრათ, აი უშუალოდ იმ რამდენიმე დოკუმენტი გვაქვს ჩვენ გიორგის, რამდენიმე დოკუმენტი გვაქვს გიორგი მეორის. იქ არ მახსოვს ეს, აი ეს არ მახსოვს, გადავამოწმებ მაგას და მაგრამ მონეტები გვაქვს. მონეტებზე გვაქვს, ეგ არის ძალიან მონეტაზე გვაქვს, ეგ არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ეს. ხო, აი დაუბრუნდეთ იმ გიორგი ესე მოვლენას, რომელმაც გადაწყვიტა ახალგაზრდა 16 წლის ვაჟის გამეფება. რა მოხდა? ძალიან უცნაური მოვლენა. რას ვარაუდობს ისტორიოგრაფია? ესე იგი, ახლა ისტორიკოსი ამას ისე წერს, ხო, დავითის ისტორიკოსი ამას ისე წერს, რომ თითქოს ეს არაფერი ისეთი არ მომხდარა, რომ მამამ გადაულოცა ტახტი, მაგრამ მანამდე იმდენი, ასე ვთქვათ, ნეგატივი აღწერა და ეს ნეგატივი არ მოუგონია მას. ახლა ჩვენი უფროსი კოლეგები, ჩემი უფროსი კოლეგები, რამდენიმე იგივე ნოდარ შენგელიადან წამოვიდა ეს პირველად. ნოდარ შენგელია იყო ასე ძალიან ცნობილი თურქოლოგი, რომ აღმოსავლეთ ცოდნე, თურქულ წყაროებზე მომუშავე, მაგრამ მას აქვს საეტაპო ნაშრომი საქართველოს და სელჩუკების ურთიერთობაზე. საეტაპო ნაშრომი დღესაც ეს და საქართველოს სელჩუკების ურთიერთობაზე მისი კვლევები არის დღესაც სამაგიდო ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ავტორიტეტული მეცნიერი იყო ზოგადად ნოდარ შენგელია. მას წამოაყენა ეს იდეა, შემდეგ როინ მეტრეველმა განავრცო ეს იდეა, მარიკა ლურთქიფანიძე მას მხარი დაუჭირა, კიდევ სხვა ისტორიკოსებმა მხარი დაუჭირეს, რომ დავითის ისტორიკოსი ტენდენციურია გიორგის მეორის მიმართ. ტენდენციურია გიორგი მეორის მიმართ და იმდენს ნეგატივი იგივე ვეჯინის რო თქვით თქვენ. იქ ვეჯინიც ისე იმიტომ აღწერილი ასე, ხო? ვეჯინის ეპიზოდი ისეა, რომ ესე იგი გააშავოს, ხო? გიორგი მეორე. ესეც არის შერჩეული ეს მასალა იმის საჩვენებლად, თუ რამდენად არისო არაკვალიფიციური იყო ესე იგი გიორგი მეორე და აი რამ ხელა გახდა მერე დავითი. ესე მამას შეაჯიბროს, თითქოს მამას შეაჯიბროს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მე და ეს დავაფიქსირე კიდეც თავის დროზე მოხსენებაც კი მქონდა მგონი და მერე ჩემს წიგნში უფრო განვავითარე ეს თეზისი. არავითარი ტენდენციურობა დავითის ისტორიკოს გიორგი მეორის მიმართ არა. პირიქით
ის აქებს ადიდებს მას, როდესაც ის მალიქ-შაჰთან მიდის და სასიკვდილოდ გადადო თავი, ხო? მალიქ-შაჰ დემეტრე მეორეს რაც დაემართა მოგვიანების შემდგომ, არა, დაახლოებით იგივე მდგომარეობა შეიძლება აღმოჩენილიყო ეს. იგივე წინა პირობაა აქაც, ხო? ხო, თითქოს და დაშიან და ახალ მეფეს დანიშნავენ, ხო? ესრე დადვა სული ქრისტიანთა ხსნისათვის, სისხლი და სული. აქებს ადიდებს ამას. მაგრამ იქ ისე დაწერა მოენებაო, ენება მოუნდაო რა, მოუნდაო მოეგუნება ამ ნადირობის გუნებაზე დადგაო რა, აჯამეთში ნადირობა მოუნდაო და ამიტომ მიატოვაო ვეჯინის ციხის ალყა და გადავიდაო დასავლეთშიო, ხო? და ეს ისე ივანე ჯავახიშვილი ძალიან მკაცრად აფასებს ამას და გიორგი მეორის მიმართ ივანე ჯავახიშვილი არის უმკაცრესი. ესე ბრიყული, სიტყვა ბრიყული აქ მგონი ნახსენები და მაგრამ სხვა მხრივ ჩვენ ვერაფრით ვერ დავადანაშაულებთ დავითის ისტორიკოს იმაში რომ ის რაღაც საგანგებოდ აკეთებს ამას და ყველაფერი ისე აეწყო. ჯერ ერთი წარუმატებელი ერთი გამოდგა ის ვიზიტი მალიქ-შაჰთან. წავიდა, ქედი მოუხარა, ხო? კარგად მიიღო, შვილივით მიიღო, მალიქ-შაჰ მგონი ასე მახსოვს და როგორ არის იცით? მიიღო კარგად და დაპირდა ყველაფერს. მთელი მე-11 საუკუნის განმავლობაში ბაგრატ მესამის შემდგომი პერიოდიდან, ხო? ჯერ ბაგრატ მესამის დროსაც იყო და ბაგრატმა კახეთ-ჰერეთი შემოიერთა, მაგრამ მერე გიორგი პირველის მეფობის პირველ პერიოდში დასაწყისში, ხო? აღდგა კახეთ-ჰერეთის სამეფო ხელისუფლება, უკვე სამეფო ხელისუფლება, უკვე არა კვირიკიანები. არა ქორეპისკოპოსის, არამედ უკვე მეფის დიდი კვირიკე მესამე მეფე, რანთა და კახთა მეფე და ეს წავიდა ეს რანთა და კახთა მეფე და ესე იგი მთელი გიორგი პირველმა ამინ დროს არჩია ბიზანტიასთან იმიერტაო. არა კახეთ-ჰერეთის ხელახალი შემომტკიცება, არამედ იმიერტაო შემომტკიცება და წარუმატებელი გამოდგა ეგა და ბაგრატ მეოთხის მთელი ასე ვთქვათ მონდომება იყო ისკენ ორი მიმართულებით კახეთ-ჰერეთი და თბილისის საამირო, ხო? ეს ორი მაგისტრალური მიმართულება იყო. ერთიანობის აღდგენა, ბაგრატ მესამის ერთიანობის აღდგენა და მეტიც თბილისის საამირო შემომტკიცება. თბილისის საამირო თითქმის შემოიმტკიცა ბაგრატ მეოთხემ ერთი პერიოდი, მაგრამ მაინც ესე იგი წინააღმდეგობები იყო და ბოლომდე ვერ გააკეთა ეს. და გიორგის გადამოყვა ეგა, ხო? წარმატებული აღმოჩნდა ბიზანტიის მიმართულება იქაც, იმიტომ რომ იქ უკვე მისი და როგორც ჩანს იმპერატორ და გრიგოლ ბაკურიანის პიროვნება გამოჩნდება იქ, გრიგოლ ბაკურიანი, დავითის ისტორიკოსი წერს ამას, ხო? გრიგოლ ბაკურიანის ძე, ეს ქართველი ტაოელი, ნათესავი ტაოელი ქართველი, ხო? და საერთაშორისო ძალიან დიდი პიროვნება, ჩვენ კიდევ მეტი პოპულარიზაცია გვჭირდება გრიგოლ ბაკურიანის ძისა და ტერიტორია დაუბრუნა იმპერატორთან შეთანხმებით, საიმპერატორო კართან შეთანხმებით. გამიგეთ ტერიტორია, ეს ალექსი კომნენოსის პერიოდია, რომ ჯერ ის პერიოდია, ჯერ ბოდისვიხტი, ჯერ ის პერიოდია, როდესაც წარმატებულია გიორგის ეს მიმართულება. ანაკოფიას დაიბრუნა სხვათა შორის გიორგი მეორემ და ესე იგი ბიზანტიასთან მოაგვარა ბევრი რამ საქმეები, თუმცა მემატენი ქართლის საესატორი ამბობს, რომ აღიხუნაო, ესე იგი ბრძოლით მოიპოვა, მაგრამ დავითის ისტორიკოსი ამბობს, რომ გრიგოლ ბაკურიანის ძე, საიმპერატორო კარტის ნებართვით მას გადმოეცა და უბრუნდა კარისა და კარნიფორის მიდგომი ქვეყანად. ერთი სიტყვით მე ისე თქვა მინდა რო წავიდა და იმან ჯარი გამოაყოლა. ეთყობა არ უნდა და კახენების დაწიოება ეს სულცეჩუკების ეს ვერსია ეს ვერსია აი სწრაფ თქვენ დანეთ ჩვენი კარგი ისტორიკოსი ყავდა შოთა ბადრიძე, ჩემი უფროსი
კოლეგა და მეგობარი ადრე გარდაიცვალა 90-იან წლებში. ისიც ამ ეპოქის მკვლევარი იყო და მან რუინ მეტრეველის ერთ-ერთი წიგნი, სადაც ამ საკითხზე იყო მსჯელობა, შეფასებისას თქვა, მთლად ღიად არ დაუჭირა მხარი, მაინც და მაინც რომ ტენდენციურია, რატო გაეცალა, უფრო გაეცალაო, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა არ უნდოდაო და აწიოკების და ხო გამიგეთ ახლა. ხო, არა, ლოგიკური. ეგ ძალიან გავს ეს სიტუაცია, როცა გიორგი მეორეს აღმოაყოლეს ჯარი და კახეთი, ძალიან გავს. გიორგი შევაკაძის ზუსტად იგივე დილემაში იყო. ზუსტად ჯარი გამოვიდა, ყარჩიხანიც და ეს მდელი ეს და მარტყოფი იყო გადასინჯვა მოხდა რაღაცის გამო ეს დღემდე ბოლომდე არაა გარკვეული, მაგრამ საქმე ისაა, რომ მარტყოფი არის ყველაზე დიდი ძლევაი გიორგი სააკაძისა როგორც სარდლის და მაინც მარტყოფს მოყვა ერთი ქართკახეთის მეფედ თეიმურაზის დასმა, ეს პატარა ამბავი არის ხო? ეს ისტორია, მაგრამ ანალოგია გავს. ხო, ანალოგია არის. და გიორგი გაეცალა წავიდა. რა მოუტანა ესე გამოვიდა რომ ამ ის მაინც აჯობა დიპლომატიაში იმან კახეთის მეფემ. ამან რა ქნა? შენ ხარ კი იკისრე და ვასალი გახდი. მე უფრო შორს წავალ და წინა დაიცვიტა, ესე იგი ის მიიღო, მაჰმადის სურჯული მიიღო, უფრო ერთგული გახდა. თავი გადაირჩინა, გამიგე? თავი გადაირჩინა, ესე იგი კახეთი ვერ აიღო, კახეთი აოხრდა, კახეთი ვერ დაიბრუნა, ვერ შემოიმტკიცა და ვერც ის პირობა მალიქ-შაჰმა მოატყვა რაშიც. მალიქ-შაჰმა ვერ შეაჩერა თარეში. არ შეაჩერა, მოდი ვთქვათ, ვერ თუ არ თარეში გაგრძელდა. დიდი თურქობა გაგრძელდა. არ უნდა ყოფილიყო ეს დიდი თურქობა, ხო? იმიტომ გავხდი მე შენი ვასალი, რომ შენ მე მშვიდობა უნდა მომცე, ხო? მშვიდობა უნდა ჩამოვარდე. გაგრძელდა, დაწიოკება და სისტემური ხასიათი მიიღო ამან და კატასტროფული მდგომარეობაში ფუძნდებოდნენ, ადგილებში ყავებდნენო და სისტემა შემოდე. ნიკო ბერძენიშვილს აქვს კარგი ანალიზი ამ პროცესის და ერთი სიტყვით იქამდე მივიდაო, რომ ბოლოსო დიდი მიწისძვრაც მოხდა. სულ დაინგრა ქვეყანა. და ეს იყო ბოლო წვეთი თითქოს და უცბად 16 წლის ბავშვი აყავთ ტახტზე. ახლა წარმოუდგენელია. ხო, წარმოუდგენელი. თან როგორც ასიცი, ბნელ საუკუნსა ესე სიბნელეა უკუნია, ხო? და აღმოცისკრება 16 წლის ბავშვის რისკი არ არის 16 წლის ბავშვის დასმა. ეს ძალიან დიდი რისკია. ჯერ ერთი გიორგი ხო არ არის ასე ვთქვათ მიხსნილი ბებერი და რაღაცა, ხო? და თავის დროზე მახსოვს ესე არის ასეთი ფაქტი, რომ ბოლო ლაშქრობას არ სარდლობდა დავით კურაპალატიო, იმიტომ რომ უკვე ასაკში იყო, ხო? 998 წელია, ხო? წარმატებული ლაშქრობა, სხვები სარდლოდნენ, ხო? იმიტომ რომ ის უკვე არ არის ფიზიკური მდგომარეობა, არ აძლევს მას იმას, ხო? ეს ასეთი კი არ არის გიორგი არის საშუალო ასაკის სადღაც, ხო? კარგად ვიფიქროთ, აი ეს 50-იან წლების მეორე ნახევრისთვის, ხო? სადღაც მცირეწლოვანი რო არის, ერთი 20 წელი მიუმატა და რა გამოვიდა, იქნება და 10 და 15-16 წლამდე ხო დაუშვათ და 36-37 დაუშვათ, ხო? მე იყოს 47, ხო? არ არის ეგ 45 წლის ფარგლებში დაახლოებით. ერთი სიტყვით მე იმის თქვა მინდა, რომ ეს არის ნამდვილად გადატრიალება. ეს არის რაღაცა კურსის შეცვლა. არ გაამართლა იმ კურსმა. არ გაამართლა აი ამ ასე ვთქვათ მოტყუებითმა მშვიდობამ. ხო, მოტყუებითმა მშვიდობამ არ გაამართლა. ნადგურდება ქვეყანა
თავი აწიეს ისევ და პარპაშია როგორც ჩანს ანარქია, ხო? აი თქვენ ივანე ლიპარიტიძე ახსენეთ, ხო? გარდა ივანე აშკარად გამოსულია თავის იმიდან. უკვე დავითის დროს ლიპარიტი ჩანს, ლიპარიტ ივანეზე ჩანს, ხო? ლიპარიტ ივანეზე ჩანს. და სხვათა შორის ერთი ჩემი მეგობარი და კოლეგა ილიანთელვა საერთოდ თვლიდა, რომ არავითარი ლიპარიტ ივანეზე არ იყო. ის ივანე ლიპარიტიძე არისო, ის ვინც დავითმა გააძევა. არადა იქ ჩვენს მატიანეში ძალიან გარკვევი წერია. ლიპარიტ ივანეზეა. მომდევნო ლიპარიტი, ასე ვთქვათ, შვილი იმ დიდი ლიპარიტისა, ყველაზე დიდი ლიპარიტი ეს. ეს ლიპარიტების გვარი დაემხო, რა გვარია ეს? ბაღვაშების, ბაღვაშთა საგვარეულო, ხო, ესენი. რაღაცა ვერსიაც მაქვს მოსმენილი, რომ ორბელი. კი, ესეც არის, ეს ერთი მასში განიხილება, მაგრამ ახლა რა არის? ეგ არის დასავლეთ საქართველოსდან გადასული, ხო? მათი მამული კაცხის მიდამოები, ხო? არგვეთში, ხო? არგვეთში და ბაგრატიონებთან გადავიდნენ, აფხაზთა მეფეს გაეხსნენ, ბაგრატიონებთან ლიპარიტი, სხვათა შორის პირველიც ლიპარიტი იყო, ის გადავიდა და ასე მოხდა მისი, ასე ვთქვათ, ის ასე ხდებოდა, როცა ერთი დიდგვარიანი გადადიოდა მეორე მხარეში, იმას ციხეს ან სამფლობელოს აძლევდნენ და დაწინაურდა კლეგარის ერისთავი ხახდა, დაწინაურდა იქ და ძალიან აქტიური იყო ეს, როგორც ჩანს ძლიერი კლანი იყო ეგ, ხო? ძლიერი კლანი იყო. ბოლოს ეს დავითმა დაამხო ეგ. საბოლოოდ მე აი ორბელებთან დაკავშირებით ჟამთაღმწერელიც აი ბოლომდე ესე იგი განადგურდა უკვე მე-13 საუკუნეში. ახლა რისი თქმა მინდა ამასთან დაკავშირებით. ესე იგი აშკარად გადატრიალება. ახლა ზოგიერთი აი იგივე ზოგიერთი ჩვენი კოლეგა წერს ასე რომ არაო და ვინც ცდილობს რომ გიორგი აქ რა არის პრობლემა იცით მაინც და მაინც ზოგჯერ ჩვენ გვინდა რომ ყველა მეფე კარგი გამოიყვანოთ არ გამოვა ესე ხო გიორგი მეორის პოლიტიკას იმ დროს ალტერნატივა არ ქონდა აი სამშვიდობო პოლიტიკას თითქოს და იგივე ისტორიკოსი წერს რომ პროგრესულმა ძალებმაო გადატრიალება მოახდინეს თუ ალტერნატივა არ ქონდა მაშინ ეს და ნამდვილად პროგრესული იყო დავითის აღმასვლა ხო ცოტა ის არის რა წინააღმდეგობრივია ეგ ნამდვილად უბრალოდ წარუმატებელი მოდით არა ეს ჩვენ რა არის იცით როდესაც პოლიტიკოს მოვა ჩვენ ვაფასებთ და საერთოდ ჩვენ კი არა ზოგადად ისტორია აფასებს და აფასებდეს უნდა ხო პოლიტიკოსის მოღვაწეობას ქვეყნის მეთაურის სახელმწიფოს მეთაურის მოღვაწეობას იმით რა მიიღო და რა დატოვა გამიგეთ როგორი ქვეყანა მიიღო და როგორი ქვეყანა დატოვა აი ამ გადასახედიდან გიორგი მეორე წარუმატებელია ამას წყალი არ გაუღო საკმაოდ პოპულარული აი იგივე ბიზანტია ხო ყველაზე დიდი ტიტული მასა როგორ ჩანს მართალი არ ჩანს წყაროებში ბიზანტიურ წყაროებში მაგრამ როგორ ჩანს ცნობადობის მიხედვით ის აღიარებული იყო ბიზანტიის იმპერიაში ისე კესაროსობას ის ვერ მიიღებდა მაგრამ ის რომ და ის რეპრესიები არ ყოფილა მის მიმართ და ის ახლა ილიანთელავა მეორეჯერ ვახსენე ახლა იმ ლიპარიტ ივანეზთან დაკავშირებით რომ ვახსენე ილიანთელავა ასეთ რამეს ამბობს რომ სანამ ის გარდაიცვლებოდა დაახლოებით 1112 წელს დებენ თარიღად სანამ ის მეფე იყო ის იყო თავარი პასუხისმგებელი ანუ მას უნდა მიეწეროს ყველა ის წარმატება გაუცებული ვარ და არა დავით აღმაშენებელს
ისიც მიემხრა იმ თეზის, რომ დავითის ისტორიკოსი ტენდენციურია გიორგი მეორის მიმართ და უნდა ის ცოტა დაამციროს მისი ღვაწლი, დრო დავითი უფრო დიდი გახადოს, ხო? ცოტა არ არის ლოგიკაში არ ჯდება, იცით, თუ იმას შევხედავთ, თუ როგორი იყო 99-მდე ქვეყანა, როგორი იყო 72-ში, რა ქვეყანა მიიღო, ხო? გაგის ციხეც კი უბოძეს, ხო? იმას რო ამბობ. და შემდეგ კი იყო პირველი წარმატებები 70-იანი წლების პირველ ნახევარში, მერე წავიდა ცუდად საქმე და ვერ გაართვა თავი, ხო? ეს ფაქტი სახეზეა. ახლა ვინ როგორ იყო, რა იყო პიროვნული თვისებები, არ ვიცი ჩვენ. ახლა კონსტანტინე გამსახურდია ეს დავით აღმაშენებელში არის რაღაც მინიშნებები, ხო? რომ თითქოს უფრო ისეთი სახელმწიფო საქმეებზე იმდენს არ ფიქრობდა რა, მოდით რბილად თქვათ ეგა, ხო? მაგრამ ეს მწერლის ფანტაზიაა. ამის ის არა გვაქვს ჩვენ. სხვათა შორის კონსტანტინე გამსახურდია, როგორც მწერალი, მაქსიმალურად ცდილობს ყველგან დაიცვას ისტორიული სიზუსტე, ხო? დიდოსტატი არის ზღაპრული ნაწარმოები ამ მხრივ. უბრალოდ ერთადერთი დიდოსტატში რა მაოცებს კი არა რაღაცა მეხამუშება. ახლა ხო ვიცი დიდოსტატი რა დაიწერა იმ სვეტი ცხოველი და სვეტი ცხოველის აღშენება და რაღაც. მაგრამ ეს გიორგი პირველის დედაქალაქად რო აქცია მცხეთა ეს ცოტა გამიგეთ ქუთაისი არ ჩანს. ხო? ის რაც ქუთაისში უნდა ხდებოდეს, ის მცხეთაში ხდება. ხო? ეს ანაქრონიზმია. მწერალმა ასე. ხო, ეს სვეტი ცხოველს შესწირა ეგა, ხო გამიგეთ. მაგრამ თლიანად პოლიტიკური სიტუაცია და ეს ბიზანტიასთან ერთ-ერთზეა ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით ზუსტად აჯდება. იგივე დავითთან დაკავშირებით, ყივჩაყებთან დაკავშირებით და სხვა.